საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში 50-მდე მოქალაქე დღეს ხელვაჩაურის გამგეობის შენობის წინ შეიკრიბა და შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მოითხოვა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში ქვის მოპოვებელი კარიერია, საიდანაც მასალა მძიმე ტექნიკას გამოაქვს. გზის დაზიანება სწორედ სატვირთო ავტომობილის ინტენსიურმა გადაადგილებამ გამოიწვია. ადგილობრივთა განცხადებით, საავტომობილო გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ გადაადგილებამ სუბუქ მანქანებთან ერთად სასწრაფო დახმარების ავტომობილებსაც უჭირს. სოფელ სიმონეთის მოსახლეობის პრეტენზიებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უპასუხა. მისი თქმით, საავტომობილო გზის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას ეკისრება. ჩვენ ვითხოვთ გზას. ჩვენ გვინდოდა ასფალტი, გვირდებოდა რომ ასფალტი დაეგოსო. ამიტომ ახლა მოდის მძიმე ტექნიკა და იგე გორანა ანგრიოს. მართალია, ჩვენც გვინდა ბათუმი. კარგია ყველაფერი, მაგრამ ჩვენ სოფლის ხალხს არ უნდა შეგვაიქნან, შეგვავიწროვონ. ეს საკითხი ახალი არ არის. იმ კარიერზე ქვების მოპოვება, ინერტული მასალების მოპოვება ადრეც ხდებოდა და იმის გამო რომ პრობლემები შეიქმნა გზებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ მოძრაობდა 60-70 ტონიანი სატვირთო მანქანები და ფაქტიურად ვერც ერთმა გზამ ამ მანქანების მაღალი სიმძიმის მანქანებს ვერ გაუძლო. ამის გამო დაზიანდა. მოსახლეობის მოთხოვნა რეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ითხოვენ, რომ არ უნდა დაზიანდეს გზა და მართალიც არიან. აქედან გამომდინარე, მეორე საკითხი ისაა, რომ აქ ვიწროა გზა და შეიძლება რომ შეაფერხოს მოძრაობა ადგილობრივი მოსახლეობის და გაუჭირდეს დიდ მანქანებს მუშაობა, რომელიც დააზარალებს კიდევ ამ გზას. ამიტომ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ და შეიქმნა სოციალური პაკეტი, უნდა მივიდეთ კონსენსუსამდე, რომ არც ერთი მხარე დაზარალდეს და არც მეორე მხარე დაზარალდეს.